ტექტო ჯგუფი არის კომპანია, რომელმაც ფაქტობრივად შეძლო უპრეცედენტო მაგალითის ჩვენება იმ კუთხით, რომ ნებისმიერი წელს განსაკუთრებულად გაჟღერდა ეს ფაქტი, რომ ნებისმიერი ღონისძიება და იქნება მათი თუ ნებისმიერი გაყიდული კვადრატი, რომელსაც კომპანია გაყიდის, ავტომატურად ხდება ქალმოქმედი მხედველი ნებისმიერი ბინის და თითოეულ კონკრეტული გაყიდული კვადრატიდან კონკრეტული თანხა ირიცხება წმინდა აზერბაიჯანის სახელობის ფონდში, რომელიც ხმარდება სოციალურად დაუცველ მოხუცებს და მარტოხელა მოხუცებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. დღევანდელ დღეს ალბათ ყველა ჩვენგანი უკვე მესამე წელია მთელი წლის განმავლობაში ელოდება და ჩვენ ამ ბინას ვჩუქნით ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც ჩვენს კომპანიაში შეიძინა ბინა. არ შეიძლება იცით, რომ მადლიერი არ იყოს ყველა, ვინც გაიგებს ესეთ რაღაცას, იმიტომ რომ ეს მოქმედება, რომელსაც თქვენ აკეთებთ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ქალბატონო ნონა დღეს მობრძანებისთვის, ჩვენი გვერდში დგომისთვის და თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას გისურვებთ. მე კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი დღე გაგვატარებინოს ერთად. უკვე მესამეჯერ ხდება ბინის გადაცემა საშობაო საჩუქრის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის გველმოქმედება ეს არ არის რაღაც ერთჯერადი ქმედება და თქვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრების კრედო არის. ჩვენ შეგვიძლია უკვე ქალბატონო, მე მინდა ნახოთ კონვერტი ახლა ეს არის დაბუქული. დაბუქულია, აქ არის შეფაქსიმილეც არის და თქვენ შეგვიძლია წავიდეთ. დიდი მადლობა, რომ აქ ესაფათი მისია. ბატონებია, ვისურვებთ, რომ კაცობა ყოფილიყო ჩვენს გუნდში. დავდებ და ესენები შეგვიძლია. მარია ფანტიშვილი. ჩვენ ახლა მოვედით ჩვენი ფონდის მეგობარ მარიამ თათრიშვილთან. მას წარმოდგენაც არ აქვს რამხელა სიხარული და ბედნიერება ელის. ტრადიციულად უკვე მესამედ ტექტო ჯგუფთან ერთად წმინდა ნაზარის ფონდი ნამდვილ საშობაო ზღაპარს ქმნის და მას ეწოდება ერთი ადამიანის გახარება და ერთი ადამიანისთვის საჩუქრად ბინის გადაცემა. წავიდეთ ვნახოთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი საშობაო ზღაპარი. ახალი ხატი არის წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის და ეს ჩვენი ფონდი დიდი მადლობა. თქვენ მუშაობთ ხო უკვე? კი, მუშაობ. თავიდან მახსოვს არ მუშაობ, მუშაობ. თავიდან დავაგებერდე მუშაობდი, ხან იყო და აი არ მქონდა სტაბილურად და ძალიან ისე ვიყავი რა, სანამ გავიგებდი ცებით არ ვიცოდი კარგად და ეხლა უკვე სტაბილურად თან იმდენად კეთილია რომ ჩემნაირ ძიძად ვინ არ მიიღებს და უკვე ძიძად იყოწებიან ჩემია და თავიდან ვერ ვქაჩავდი ამის პენსიით ვიხდიდი ქირას მე იქ პამპერსი კომუნალურები ნუ რაღაცა ახლოს ხართ თქვენ სამსახური კი იმიტომ რომ ეს ცოტა მარტო მთელი დღე პატარა საჩუქარი კიდე გვაქვს ამ კალათის გარდა და გვინდა რომ მარიამისთვის არის ეს საჩუქარი, რა თქმა უნდა, თქვენთვის და ჩვენთვის ძალიან ემოციურია ნამდვილად. ეს არის ტექტო ჯგუფის საჩუქარი, რომელიც ჩვენი მეგობარი კომპანიაა, ჩვენ საშობაოდ ყოველ წელს უკვე მესამედ, აი აბსოლუტურად შემთხვევით შერჩევით, რამოდენიმე ადამიანი ყავს ჩვენი რეკომენდაციით. წელს ყავდა 3 ასეთი და მათ შორის შემთხვევით ტექტო ჯგუფის დამფუძნებელმა ერეკლე ქაჯაიამ ამოიღო მარიამის სახელი და გვარი და ეს არის ბინა ბათუმში, რომელიც არის საჩუქრად, ასე რომ იმოჩავ, კი ნამდვილად დაუბრუნდა. რა მამაზია. ორი შვილის გარდა იქით მე არ ვიცი ბედნიერება, რებს არ ადარდებ ჩემი და ეს არის ჩემთვის რაღაც ალბათ შეიძლება ბედნიერების გამართლა მოხდა მართლა. არა, თავის არ არის. იმიტომ რომ არ გამიცდია ბედნიერება, არ განვიცდია, მართლა არ განვიცდია და ეხა უძობ რა არის ბედნიერება. არასდროს მე თავი ბედნიერების
ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან არ ვიცი რა ვთქვა. აი მე ვერც გამოვხატე და ეხა არ გეგონოთ რომ არ გამიხარდეთ. რაღაცა ჩამივარდა. აი და ზოგადად ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ეხა ვეღარ გამოვხატე. ეხა თქვენ რო წახვათ ამის ემოცია მე რა იქნება, ეხა ვეღარ ლაპარაკობს ვარიანტი. ესმის. რა ემოციას ერთხა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში შენ.